მერიის თეთრ დარბაზში დღეს ქუთაისის მერმა მის საქართველო 2015-ის მონაწილეებს უმასპინძლა. შოთა მურღულიამ კონკურსანტებს წარმატებები უსურვა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ერთი თვის განმავლობაში მის საქართველოს მონაწილეები წინა საკონკურსო მომზადებას გაივლიან, ხოლო 1 ნოემბერს ბათუმში ჩატარებულ კონკურსზე 25 ლამაზმან შორის მის საქართველო 2015-ის ტიტულის მფლობელი გამოვლინდება. ჩვენ თხოვნით მოგვმართენ, რომ მის საქართველოს მონაწილეები, რომლებიც იცით, რომ 1 ნოემბერს სტარდება მის საქართველო ბათუმში, რომ სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა რეგიონებში მათ სურვილი ჰქონდათ სხვადასხვა ქალაქებში ჩასულიყვნენ და შესაბამისად მოსამზადებელი პროცედურები გაივლეთ. ერთ-ერთი არჩეული იქნა ქუთაისი, მათ ჩამოვიდნენ, 2 დღე ქალაქმა უმასპინძლა მათ, რა თქმა უნდა, სრულად დაუთვალიერებიათ ეს ღირსშესანიშნაობები, რაც ქუთაისში და იმერეთში არის. მის საქართველო 12 ტარდება ჩვენს ქვეყანაში, მასში უამრავი გოგონა იყო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგიონალური და ნაციონალური კასტინგის მეშვეობით ავარჩიეთ 25 ულამაზესი გოგონა, რომლებიც დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ეკნებათ მოსამზადებელი პერიოდი, სადაც ისინი დაიხვეწებიან, შეიძენენ უფროსი თამამასა და თავდაჯერებულობას. ამჟამად ვიმყოფებით იმერეთში, ძალიან დიდი მადლობა ბატონ მერს ესეთი მასპინძლობისთვის. და უკვე 1 ნოემბერს ბათუმში ჩატარდება მის საქართველო 2015, სადაც წარმომადგენლობითი ჟიურის წევრები აირჩევენ ტოპ ჰოთელს და მის საქართველოს ტიტულის მფლობელს. ჩამოვედით ქუთაისში, ჩემს ქალაქში, ძალიან მიხარია, რომ სწორედ აქ წამოვედით და რაღაც ნოსტალგიის გრძნობაც მაქვს, რადგან აქ გავიზარდე. ვიყავით მერიაში, მე შევხვდით, ძალიან გახარებულები ვართ ყველანი და რა ვიცი, იმედია ყველაფერი კარგად გამოვა.